აი, მოკლედ გავაგზავნოთ, ეხლა წინაზე გავიარეთ IGMP, ეხლა გავიაროთ IGMP snooping. ეს არის მექანიზმი, საშუალება არის, რომელიც საშუალებას გვაძლევს აი ამ switch-ზე მოვახდინოთ MAC ადრესების დაკავშირება კონკრეტულ პორტზე. ანუ ჩვენ ზოგადად switch-ი როგორ აკავშირებს რაღაც IP ადრესს, რაღაც პორტთან, ხო? ანუ MAC ადრესს უბრალოდ პორტთან. ამას აკავშირებს, გაიგებს რომელ პორტზე, რომელი ჰოსტი ცხოვრობს და დაწერს სიტუაციაზე აი ამ ინტერფეისზე ეს MAC ადრესი ცხოვრობს. და შემდეგ IP ადრესის თუ იცის, ჩვენ გააგზავნის პირდაპირ ამ ჰოსტთან რაღაცა პაკეტს, ხო? მაგრამ multicast-ის შემთხვევაში როგორ ხდება ეს multicast-ი ამ ჰოსტებს ხო არ ეკუთვნის. ეს ჰოსტები უბრალოდ ესე ვთქვათ გამოიწერენ ამ multicast-ს, შეუერთდებიან ამ multicast ჯგუფს, მაგრამ თვითონ ეს multicast-ი მათი IP ადრესი არ არის. ხო, ამ შემთხვევაში როგორ ხდება? ამ შემთხვევაში ჩვენ თუ IGMP snooping-ს არ გამოვიყენებთ, ხო? ეს switch-ი ამ multicast-ს ისევ იგივენაირად გააგზავნის, როგორც გააგზავნიდა broadcast შეტყობინებას. გააგზავნის ყველგან flooding ეგრეთ წოდებული ესეთი ფართო გავრცელება მოხდებოდა, ხო? ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ეს class D IP ადრესის range არის multicast-ისთვის. და ისიც ვიცით, რომ MAC ადრესი არის 58 ბიტიანი მისამართი, რომლის ნახევარი არის რაღაც ორგანიზაციის მაიდენტიფიცირებელი ციფრები, მეორე ნახევარი არის თვითონ უშუალოდ ამ device-ის მაიდენტიფიცირებელი ციფრები. ეხლა ეს რაში გამოგვადგება ჩვენ? ზოგადად ეს MAC ადრესი შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს, ანუ ორ ციფრებად, ან მათ შორის იყოს ტირე, მათ შორის იყოს ორი წერტილი და შეიძლება 4 ციფრად და წერტილი ესე დაიყოს, ხო? ეს არის სულ 1 2 3 4 5 6 წყვილი ციფრების. ჩვენ რომ მოვახდინოთ multicast-ის IP ადრესის ან ნებისმიერ multicast IP ადრესის და MAC ადრესის დაკავშირება ერთმანეთთან, ჩვენ რაღაცა MAC ადრესი უნდა შემოვიტანოთ. ჩვენ უნდა შემოვიტანოთ და ეხლა ნახოთ ეს როგორ გამოიყურება. ეს არის ძალიან მარტივად არის mapping to MAC. აი ესეთი რაღაცა. ნახეთ მეგობრებო. რომელი ნახოთ ახლა და კარგად ამიხილოთ. კი ბატონო. ეს გავიხილოთ. ნებისმიერი MAC ადრესი ჩვენ რო გვინდა რომ დაუკავშიროთ multicast ადრესს, ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ფიქსირებული MAC ადრესის ციფრები, რომელიც არ იცვლება არასდროს. ეს არის პირველი 1 2 3 4 5 6. პირველი ასეთი 6 და კიდევ 1 ბიტი. 25 ბიტი არის ეს. 25 ბიტი არის ფიქსირებული MAC ადრესი. ეს რას ნიშნავს ხა? ის ყოველთვის არის 0 1 0 0 5i და ნულიანი ბოლოში. აი ამ შემთხვევაში აქ იქნება ნულიანი. ეს არის დაფიქსირებული და ამ MAC ადრესს კიდევ ხომ მორჩება იქ 23 ბიტი. სულ ხო არის 48 ბიტი MAC ადრესი. 25 ფიქსირებული გვაქვს უკვე, რომელიც წინა ციფრები არის და დანარჩენი 23 ბიტი საიდან უნდა მოვიტანოთ? დანარჩენი 23 ბიტი უყურეთ ეს multicast ადრესი ჯამში არის რამდენი ბიტი არის? ხო 32 ბიტი, ხო?
23 ბიტი, აი ამ multicast-დან binary ფორმატში რო გადავიყვანთ, ხო? ანუ 0-იან და 1-იან ფორმატში რო გადავიყვანთ, აი ამ multicast ადრესს რაღაცა ციფრები ხო გამოვა, 11001 სიტყვაზე ესეთ ციფრები ხო გამოვა. ბოლო 23 ციფრი უნდა დავაკოპიროთ და უნდა დავუწეროთ აქ მარჯვნივ. ეს რას გვაძლევს? ეს გვაძლევს პირველ 25 ბიტს უпроსტობად ფიქსირებულს, რომელიც არასდროს არ იცვლება და მეორე 23 ბიტს, რომელიც დაკავშირებული არის უკვე იმ multicast ადრესთან, რა multicast ადრესშიც ჩვენ ვართ გაწევრიანებული. ეხლა რას აკეთებს ამ დროს switch-ი? switch-ი აკეთებს შემდეგ რაღაცას. ჩვენ რო გავწევრიანდებით რაღაცა multicast ჯგუფში, ხო? switch დაინახავს, აი ამ პორტზე მე მყავს რაღაცა MAC ადრესი, რაღაცა ჰოსტი, რომელი ჰოსტიც აი ამ ინტერფეისზე გაწევრიანებული არის ამ MAC ადრეს multicast უკვე ჩვეულებრივ MAC ადრესში არა, multicast-ში გაწევრიანებული არის და მისი MAC ადრესი არის აი ესა და ეს. შეიძლება ის იყოს დასაწყისში ეს ყოველთვის იქნება 010005i. შემდეგი 23 ციფრი, როგორც თქვით, ანუ პირველი 25 ბიტი იქნება დაფიქსირებული და შემდეგი 23 ბიტი რა multicast-შიც იქნება გაწევრიანებული, იმ multicast-ის ბოლო 23 ბიტი იქნება ჩამოკოპირებული და მიეწებება ჩვენ MAC ადრესს. ხო. ეხლა რაც შეეხება ანუ რა ფუნქციები მუშაობს თვითონ switch-ი ამ IGMP სნუფის დროს. switch-ები მიიღებენ თითქოსე ტრაფიკს. სწავლობენ MAC ადრესებს და პორტების დაკავშირებას ერთმანეთთან, ხო? კი ბატონო. შემდეგ ხო, IGMP სნუფის საშუალებას გვაძლევს multicast ტრაფიკი ხოლმე იქ გავაგზავნოთ, სადაც არის საჭირო. ამას აკეთებს საკუთარ პორტებზე მიღებული IGMP ტრაფიკის მოსმენით. ან ეს switch-ი მოისმენს IGMP ტრაფიკს, ხო მიიღო მან ეგრეთ წოდებული report შეტყობინება, join შეტყობინება, ან leave დატოვების შეტყობინება. ის ამას მოისმენს, ისწავლის, რომ host-ს მომხმარებელს რომელიმე multicast ჯგუფზე წნომა უნდა, ანუ subscribe გააკეთა, ან პირიქით წასვლა უნდა და unsubscribe გააკეთა. ის ასევე სწავლობს, რომ რომელი პორტები არის multicast რაუტერთან დაკავშირებული, ხო? თვითონ ზემოთ ზედა პორტები აი ამ შემთხვევაში Ethernet 01 არის დაკავშირებული რაუტერთან, ეს ამასაც სწავლობს. როგორ სწავლობს? ისინი უსმენენ multicast router traffics. როგორც არის მაგალითად ეს IGMP და PIM. ეს რაუტერის ხო აგზავნის აქეთ IGMP queue message, ამასაც უსმენს ეს switch-ი. და სად უნდა გააგზავნოს ამ switch-მა IGMP რეპორტი და leave შეტყობინება ეს რომ იცოდეს, ამისთვის ის უსმენს ამ IGMP message-ებს. და მან იცის, რომ აი ამ პორტიდან აკავს უკვე IGMP მეზობელი რაუტერი, რომელთანაც უნდა გააგზავნოს ან join ან leave შეტყობინება და აქეთ ყავს hosting პირობითად. ხო, ну აქედან გამომდინარე, IGMP-ის მუშაობის წესიდან გამომდინარე, switch-ს არ შეუძლია უბრალოდ IGMP ტრაფიკის მოსმენა და ამით დაკმაყოფილება ან დამთავრდა. switch-მა უნდა იცოდეს multicast რაუტერებისა და ჰოსტების მდებარეობა, რათა მათ შორის ამ IGMP-ის ტრაფიკის ნაკადი აკონტროლოს რა. ეხლა მე ჩვენ შეგვიძლია ბრძანებები ნახოთ უშუალოდ ამ switch-ზე, ეხლა მე აქ უკვე დაკონფიგურებული გვაქვს ჩვენ პაკეტები, აქედან გავაგზავნეთ და აქედან
ამ switch-ზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს IGN პაკეტები, მაგრამ მანამდე მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. Teaching survivors of assault self-defense and helping them work through their past traumas. While Bree's sights are set on advancing toward that flyweight title, the black belt's main goal is to prove no matter your circumstances, anything is possible. Guys, switch ერთი. აქ მე როგორც მახსოვს დაკონფიგურირებული მაქვს, აქედან მოდი პინგი გავუშვათ. Ping 229 იყო, 1 source was one 1 source one 1 repeat was 10 ეხა ეს გააგზავნის წესით host 1-თანაც 2-თანაც და 3-თანაც რადგან ყველასთან მაქვს მე კონფიგურაცია გაკეთებული IGMP-ს და თლიანი მულტიკასთან Excel-ი მაქვს აწყობილი ამიტომ ეხა host 1 კი ბატონო მოდი ვნახოთ switch 1-ზე რას გვიჩვენებს ესეთი ბრძანება არსებობს do show IP IGMP snooping-ი და აქ ეხა ჩვენ IGMP snooping-ი enable გააქტიურებულია robustness variable 2 აქ შეგვიძლია ვნახოთ რაღაც საინტერესო ისინი მაგრამ აქ ფაქტია რომ IGMP snooping-ი გააქტიურებული გვაქვს ეხლა ვნახოთ კონკრეტული ჯგუფისთვის do show IP IGMP for VLAN 1-ისთვის ისე groups დამოვიწყდა This is the right weight class for her. This is the right division for her. If she can get past Bree Stick, her and Adele Fornerino is going to be absolutely fireworks. But I'm not looking past Bree Stick. I think this is going to be a great match. It is time for the tail of the tape in our second of this women's flyweight Grand Prix. Bree Stick has the advantage in the age and the experience at 33 years old. The Brazilian show IP IGMP for a chance to compete for the championship in this division. We go to Justin. Ladies and gentlemen, our next match is 3 rounds in the women's flyweight Grand აქ გვაქვს მეგობრებო, აგერ გიჩვენებს VLAN 1, VLAN 1-ისთვის არის გააქტიურებული. ეს არის ჯგუფი ამ შემთხვევაში, ვერსია 2 და ამ შემთხვევაში პორტლისტი არის რაუტერი წერია აქ. მოდი აქ ნახოთ. show IP IGMP snooping groups აი ეს ხო მოგლეთ ამ ჯგუფისთვის არის გააქტიურებული IGMP snooping-ი type წერია აგერ არის ეს არის ანუ IGMP snooping-ი არის ტიპი ვერსია 2 და პორტები არის ამ პორტებზე. ედერზე 0.1 და 0.2-ისთვის, უბრალოდ 0.1 და 0.2-ისთვის არის გააქტიურებული IGMP snooping-ი. შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. debug IP GMP snooping. აი debug-ი გავაკეთეთ. I think she's also very aware that she has ეს თვაზე ან გავაკეთოთ. ანუ group IP აი მოდის debug. აი debug გავაკეთეთ. group debug is on. Management debug is on. Again, let's received IGMP version 2 message for group. I am VLAN-ზე. time დებაგები ძალიან ბევრი დებაგი მოდის, ხო? ანუ პორტ ედენ 02 არ არის რაუტერის პორტიო. აქ pin version to hello packet received in 1 ანუ 00 აგერ გეუბნება რომ რაუტერის პორტი არისო. learning port 00 is a router port on VLAN 1-ისთვისო. ზემოთაა იყო. ხო, ნუ ძალიან ბევრი debug message არის, აგერ mcast IP ადრესი ეს არისო.
აი ნახეთ MAC ადრესი, სადაც მიაბა ეს კონკრეტული ეს ძალიან მაგერავას გამოჩნდა ეხლა. ეს არის ის ჯგუფის multicast ადრესი, სადაც ჩვენ გვინდა რომ გავწევრიანდეთ და აი ეს ჯგუფი ეს IP ადრესი აი ამ MAC ადრესთან დააკავშირა, რომელიც თავისთავად იწყება 0100 5i და 0 აი ეს არის ფიქსირებული 25 ბიტი, პირველი 25 ბიტი ფიქსირებული და მეორე 23 ბიტი არის 1001, რომელიც მიიღო აი ეს multicast ადრესი გადაიყვანა ბაინარიში და ბოლო 23 ბიტი რაც დარჩა ის დააკოპირა აი აქ და მივიღეთ 100101. ეხლა ეს რო გადაიყვანო ბაინარიში ეს იქნება მისი ბოლო ბაინარის ეს ციფრები რა მაჩვენებელი. დანარჩენი პირველი 25 პირველი ის რა იქნება მე არ ვიცი ახლა ეს ესე პირველი, მაგრამ ეს რო ვიჭველი იქნება ეს 100%. ლოკალური ჯგუფი არის ეს არის MAC ადრესი და მოკლედ ჩვენებს ესეთ საინტერესო რაღაცას. აი ანდებაგი გავაკეთეთ გავხსნა. ხო, მეგობრებო, პრინციპში IGMP Snoopy-ი კიდე არაფერი თემა არ არის. სულ ეს იყო, უბრალოდ აქ რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მექანიზმი, რა მექანიზმითაც სუიჩი განსაზღვრავს, რომელ პორტიდან უნდა გააგზავნოს multicast პაკეტი, ვისთან უნდა გააგზავნოს და რატო მაგ ყველაფერს აკონტროლებს IGMP Snooping პროტოკოლი, რომელიც MAC ადრესს, ანუ ამ ხელოვნურად შექმნილ MAC ადრესს დააკავშირებს ჯგუფს და დააკვირდება რომელი პორტიდან შემოვიდა მოთხოვნა და იმ პორტს მიაბავს იმ MAC ადრესს, რომელსაც შექმნის. რადგან multicast პაკეტი რომ მოვა, იცის რომ აი ამ კონკრეტულ პორტს ჭირდება ეს multicast ადრესი, რადგან მე მოთხოვნა მომივიდა და იქიდან გააგზავნის. და არ გააგზავნის სხვასთან.